მწერალთა კავშირს შეუერთდა, შეფრინდა, შეგოგმანდა ქალბატონი ლალი მოროშკინა. რამდენი წიგნი უნდა წაიკითხო ადამიანმა, რომ ბოლოს და ბოლოს ამოგეწუროს და ლალი მოროშკინას წიგნები დაგჭირდეს. ან ლომკა რო გაქვს, რომ ვაიმე, რამე წამაკითხეთ და მოროშკინამდე რომ მიდიხარ. ან ვიღაცას შენ მეგობარს შეეუბნები, რომ ეხლა ბალზაკს ვამთავრებ და ლალიმა გამზადებული შემდეგი. დღევანდელი ჩვენი შეცვლილი დეკორაციაც, რა თქმა უნდა, ქალბატონი ლალის დამსახურება, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ლალიმაც და ჩვენს რამდენად მნიშვნელოვანია წიგნიერება ამ ქვეყანაში. და პლუს შავი კატები. ზოგადად რო იცოდეთ, გოგლა ლეონიძემ სიკვდილის წინ მოითხოვა ვეფხისტყაოსანი და უკანასკნელად წაიკითხა სიცოცხლეში ეს შედევრი. იმიტომ რომ მაშინ ფიზიკურად მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი დაწერილი არ იყო. თორე ნამდვილად არ დალევდა სულს ვეფხისტყაოსანზე დიდებული გოგლა ლეონიძე, როცა ასეთი შედევრი იარსებებდა იქიდან 20-30 წელიწადში. ან რამდენშიც არ ვიცი გოგლა როდის დაიღუპა სამწუხაროდ. გილოცავთ კიდევ ერთხელ ლალი მოროშკინას მწერალთა სახლში ყოფნას და ზვიადრატიანის ციხეში ყოფნას. ეგაა ქართული მოცემულობა და შევეგუოთ რაც შეიძლება მალე. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ ისაუბრეს არხიც, გააქტიურეთ ორივეგან ზარის ღილაკები, დაგვილაიქეთ ყველა ვიდეო, რაც მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ და დაგვიწერეთ კომენტარები ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც ეთანხმებით, რომ მოროშკინას წიგნები უნდა შევიდეს 50 წიგნში, რომელიც არ უნდა წაიკითხოს სანამ ცოცხალი ხარ.